მოგესალმებით. ეთერშია სტუდენტური საზოგადოებრივი თოქ-შოუ დარბაზი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები გიორგი მორჩილაძე და ირინა ნასყიდაშვილი გაუძღვებით. დღევანდელი ჩვენი საუბრის მთავარი თემა ნარკობიზნესი და ნარკომანია იქნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სახიფათო სოციალურ მოვლენად იქცა. ყოველდღიურად 30-დან 50-მდე ნარკორეალიზატორს აკავებენ. თუმცა ბოლო 15 წლის მონაცემებით სტატისტიკა შემაშფოთებელია. საინტერესოა, როგორ უნდა ვებრძოლოთ კლასიკური და სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქას, კუსტარულ ლაბორატორიებს, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავსვათ ყველა ღია თუ ტაბუ დადებული შეკითხვა, რაც ამ პრობლემის არსის გარკვევასა და პრევენციის გზების ძიებაში დაგვეხმარება. როგორია თანამედროვე ნარკოსცენა, რა უბიზგებს ახალგაზრდებს გადადგან ეს ნაბიჯებით. უფრო მეტი თავისთავიდან გაქცევა. მე სრული წარმოდგენა არა აქვს თუ რა სახის საფრთხები მომდინარეობს. ეს ერთხელ გასინჯვის თემატიკა მერე უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებში გადაიზრდება. ნარკოტიკი არ შემოდის ადამიანის ცხოვრებაში ერთ დღეში. გარემო არის ის, რაც გვიბიძგებს უკეთესისკენ ან უარესისკენ. უმუშევრობა და ბევრი თავისუფალი დრო ადამიანს უბიძგებს ჩაიდინოს არასწორი საქციელი. ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი საკმაოდ წარმატებული თავის პროფესიაში არაერთხელ გამხდარა ნარკოტიკების სამწუხარო. ან არაფერი არა გაქვს და მიდიხარ ამ გზამდე და ყველაფერი გაქვს და მაინც მიდიხარ ამ გზამდე. დანაშაულებრივი სქემები აშკარად სახეზეა, სხვადასხვა გზით, სხვადასხვა მეთოდით ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოდინება. ძალიან გაიოლდა სინთეზი, მიღება. ყველაზე გავრცელებული გზა ალბათ ეს არის ქუჩის მიმწოდებლები, ასევე სოციალური ქსელები, დახურული ჯგუფების მეშვეობით. დააკავეს 78 წლის ქალბატონი, რომელსაც სახლში ჰქონდა კუსტარული ლაბორატორია გახსნილი. მართლაც ნულოვანი ტოლერანტობა არის მნიშვნელოვანი ნარკორეალიზატორებზე. დღევანდელ დღეს ნარკოტიკული განაშტოების მართებაში განახორციელებული ბრძოლის საკითხები არის საქართველოს თანამედროვე მოცემულობაში უპრეცედენტო მასშტაბის. მას ასე ნარკოტიკული ნივთიერებები მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების და ფარმაკოლოგიის მიღწევა თუ სახიფათო სოციალური მოვლენა ან მომგებიანი ბიზნესი, რომელიც მილიონობით ადამიანის პირადი ტრაგედიით საზრდოობს. ამერიკელი ეთნობოტანიკოსი და ფილოსოფოსი ტერენს მაკკენა კულტურული ანთროპოლოგიის კვლევის საფუძველზე დაყრდნობით ამბობდა, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა სწორედ მას შემდეგ ისწავლის მეტყველება, რაც ფსიქოდელიური სოკოების ჭამა დაიწყეს. ფსიქოდელიკები, შამანიზმისა და ადამიანის ცნობიერების გაფართოების შესახებ კვლევები ცნობილი მაკკენას ერთ-ერთი თეორია სწორედ ექსტაზში განხდილი ზებუნებრივი ინტელექტები გახლავთ. მაღაჩოსგან მიღებული ოპიუმის გარეშე წარმოუდგენელი იყო ძველბერძნული და რომაული მედიცინა. 1928 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა სოკოებზე მუშაობისას ლიზენინგის მჟავისგან შემთხვევით ქიმიური ნივთიერება LSD შექმნა. შეიძლება ითქვას, ეს გახლავთ პირველი სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც ენერგიის მატებას, ეიფორიას და ჰალუცინაციას იწვევდა. 18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ოპიუმისა და კანაფის წარმოება ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დიდ ბიზნესად იქცა. სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება 1839-56 წლებში მომხდარი სამხედრო შეტაკებები ინგლისისა და ჩინეთის ფლოტებს შორის. ეს იყო დიდი ბრიტანეთის ომი ცინის დინასტიის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში ოპიუმის ომების სახელით შევიდა. 1804 წელს ერთ-ერთმა ჰანოვერელმა ფარმაცევტმა ფრიდრიხ სერტურენემ ოპიუმის დაშლისგან კრისტალური ფხვნილის მიღება შეძლო. პრეპარატს მან ძველბერძნული ღმერთის საპატივცემულოდ მორფინი უწოდა. მალე LSD-თან ერთად კლუბურ სივრცეში სხვა ფსიქოდელიური ნივთიერებებიც შემოვიდა, რომელთა ავტორიც ნეიროფარმაკოლოგიისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების კვლევის სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ამერიკელი ბიოქიმიკოსი ალექსანდრე შულგინი იყო. ფსიქოდელიკების მამად წოდებულმა შულგინმა 230-ზე მეტი ქიმიური ნაერთი შექმნა, მათ შორის ყველაზე პოპულარული MDMA. შიზოფრენიით, ფიზიკური ტრავმებითა და ონკოლოგიით დაავადებული ადამიანებისთვის განკუთვნილი პრეპარატებით ჯანსაღი თაობები იღუპება. ისმის შეკითხვა: წააგო თუ არა მსოფლიო ცივილიზაციამ ნარკობიზნესთან ომი და დადგა თუ არა, რომ მხოლოდ მისი ზიანის შემცირებაზე ვიფიქროთ. შეგვიძლია გავხსნათ ამ თემაზე დისკუსია. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ წააგო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ომი გამოუცხადა სინდიკატებს. კაპიტალის მორჩილებამ ჩვენ ძალიან საშიშ საზოგადოებად გვაქცია. ნარკოდამოკიდებულს თანადგომა უფრო სჭირდება თუ სასჯელის გამკაცრება და გარიყვა? თანადგომა. გარიყვა არა. თანადგომა.
დისკრიმინაცია კი არა, დახმარების ხელი უნდა გაუწოდოთ შეძლების დაგვარად. ასე გარიყვით არ უნდა უპასუხოთ. თავი პრობლემა ეს არის ის, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აი ამ ადამიანს სწორად შეხვდეს და მას შეუწყოს ხელი რესოციალიზაციის განხორციელებაში. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ კანონი მკაცრია, თუმცა რამდენად ეფექტიანი ეს კიდევ სადავოა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმის იმედზე, რომ სახელმწიფო რაღაცას მოაგვარებს. დიახ, სახელმწიფო აგვარებს, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ საზოგადოება, ხო? და რას აკეთებს უნივერსიტეტი, რას აკეთებს სკოლა? თანამედროვე საზოგადოებას აკლია სამეცნიერო დისკურსი. ქცევა გადამდებია, როცა საზოგადოება ვერ აღიქვამს მას საკმარის რისკად. ვინ არის ნარკოდამოკიდებული? დამნაშავე, პაციენტი თუ დეკლასირებული არსება? ისინი მათ დეკლასირებულ ადამიანებად აღიქვამენ, არც პოლიციისგან, არც საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვს. ავადმყოფია, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკულ რეალობაში ხედავთ იმას, რომ ის ასევე დამნაშავეც შეიძლება იყოს. ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი და ჩვენ ამის აღიარება არ უნდა გვაშინებდეს. მოხმარებელი არის ავადმყოფი, მაგრამ პოტენციური დამნაშავე. ნარკოტიკი სწორედ ადამიანად ყოფნის ბედნიერებას გართმევთ. ისინი არასდროს მოდიან ხმაურით, ჩუმად იპარებიან თქვენს ცხოვრებაში და გართმევენ ყველაფერს. თუ დაუჯერებთ ჭორს, რომ სიტუაციას აკონტროლებთ, უკვე დამარცხებული ხართ. ეს არის რეალური ძალა შეინარჩუნოს საკუთარი თავი, ვიდრე ცოცხალი ხარ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა. ლოთი რთული გამოსასწორებელია ვიდრე ნარკოტიკი.